სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს ამოწოდებით მედიის წარმომადგენლები ბათუმელებისა და ნედგაზეთის დამფუძნებლის და დირექტორის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად დღეს თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მზია ამაღლობელისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. ასევე ისინი მოითხოვენ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდეს. მოგვიანებით მედიის წარმომადგენლებმა მსვლელობით საქართველოს პროკურატურასთან გადაინაცვლეს. პროკურატურასთან მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ისგან ვითხოვთ, იგი არის ერთადერთი უფლებამოსილი ორგანო ახლა რაღაც ფურცელზე ყოველ შემთხვევაში ის ასეა და ვითხოვთ მისგან რომ შეცვალოს აღმკვეთი ღონისძიება არასაპატიმრო ღონისძიებით. მზია ამაღლობელის მიერ ციხეში გატარებული ყოველი დღე არის ქართული სახელმწიფოს სირცხვილი. მოითხოვოს პროკურატურამ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა არასაპატიმრო ღონისძიებით. არამერი ღონისძიება არ უნდა იყოს. ჩვენ ყველა მივიცით ეს, მაგრამ მზია უნდა იყოს გარეთ. თავისუფლება მზიას. პარალელურად ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთანაც. მედიის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი პოზიცია და მოითხოვეს აჭარის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის უფლებამოსილების შეჩერება, მანამ სანამ საგამოძიებო პროცესი არ დასრულდება. ირაკლი დგებუაძე ცდილობდა მზია ამაღლობლის ფიზიკურ ანგარიშწორებას და არ ვიცით მისი შეკავება ძალიან დიდი ძალისხმევა მოანდომეს პოლიციელებმა. ერთი მხრივ იმიტომ რომ ის იყო მათი უფროსი და მეორე მხრივ იმიტომ რომ ის იყო ძალიან აგრესიული. მე მადლობა მინდა გადაუხადო იმ ქალ პოლიციელებს რომლებმაც გაიღეს ეს ძალისხმევა და არ მიუშვეს ესე რომ ვთქვათ გონება დაკარგული ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელთან. ამისთვის დიდი მადლობა. შესაბამისად ჩვენ ვითხოვთ როგორც მზია ამაღლობლის კოლეგები ისე სხვა ჯგუფებიც ორგანიზაციებიც რომ ირაკლი დგებუაძე დროებით გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან იქამდე ვიდრე არ დადასტურდება მის მიერ კანონის დარღვევა, ვიდრე არ დადასტურდება რომ მას ჰქონდა მცდელობა ეძალა და მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. ადამიანებს ციხეში აგდებდნენ, მერე მათ უსწორდებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, სახეში აფურთხებდნენ. მე არ მესმის, მე ეხლაც რომ დამიდგეს ნებისმიერი პოლიციელი და იგივე გააკეთოს ჩემს მიმართ, მე ანალოგიურად სახეში გაულაწუნებდი მას. თუნდაც მოვიდნენ და დამაპატიმრონ და დააპატირო მთელი საქართველო, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით, მანამ საქართველოში იქნება რეპრესიები, მანამ საქართველოში ადამიანებს თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს მედია საშუალებებს რომლებიც ამ ქვეყანაში ობიექტურად აშუქებდნენ. მე არ მახსოვს ბათუმელები ნედგაზეთი როდესმე ერთხელ მაინც გადაეხვიოს იმ სტანდარტისთვის, რაც არის ჟურნალისტიკის სტანდარტი. ქართული ოცნების რეჟიმმა ამ ქვეყანაში შემოგვიტანა რუსული კანონი და გადაწყვიტა რომ ამით გააქრობდა ამ ქვეყანაში თავისუფალ სიტყვას, კრიტიკულ მედიას, სამოქალაქო აქტივიზმს, სამოქალაქო საზოგადოებას, მაგრამ ყველამ ნათლად დაინახა რომ რუსულმა კანონმა, ივანიშვილის და კრემლის რუსულმა კანონმა ამ ქვეყანაში ვერ გააქრო თავისუფლების დამცველი, ვერც მედია, ვერც სამოქალაქო საზოგადოება და ვერც ხელოვნება და ასე შემდეგ. ამ ქვეყანაში ყოველთვის იარსებებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, იმიტომ რომ ჩვენ ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოება დავიცავთ მას. მართალია რუსულმა კანონმა ვერ გაგვაჩუმა, ვერც მედია, ვერც ჟურნალისტები, ვერც სამოქალაქო აქტივისტები, მაგრამ ხედავთ ყველა რომ რუსული რეჟიმი ახლა პირდაპირ გადავიდა აგრესიაზე და დაკავებაზე იმ ადამიანების, რომლებიც დღემდე მყარად მტკიცედ იცავენ ამ ქვეყანაში თავისუფლებას
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს. ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველ შემთხვევაში მიზეზი საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრა გახდა. ამაღლობელთან ადვოკატს 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ. ამ პერიოდში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა, რომელსაც ჟურნალისტმა განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. ამაღლობელი რამდენიმე საათში ხელწერილით გაათავისუფლეს და მალევე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ისევ დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. წინა სასამართლოს სხდომის თარიღად 4 მარტი 11 საათი განისაზღვრა. მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეხლა ადმინისტრაციულია გახდა. გამოცემა ბათუმელების ინფორმაციით ამაღლობელის დაკავებაში პირადად მონაწილეობდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძე. გამოცემის მიერ გავრცელებულ კადრებში ისმის, რომ დაკავების მომენტში ჟურნალისტს პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და დგებუაძე მას სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრება. Zaten